BRICS-ი ჩვენს თვალს ნიშნება და ეს ყველაფერი ირანის ომის გამო ხდება. სწორედ დღეს დილით დასრულდა BRICS-ის მთავარი სამიტი და თუ გინდათ გამოიცნოთ რა შედეგი გამოიტანა, არაფერი. პირდაპირ არაფერი. იმიტომ რომ სხვადასხვა წევრები ვერ შეთანხმდნენ სურთ თუ არა ირანის დაგმობა, თუ სურთ დაგმონ აგრესია ირანის წინააღმდეგ. რაღაც მსგავსი BRICS-ის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. თუ უბრალოდ გადავხედავთ გასულ წელს, როცა 12 დღიანი ომი მოხდა, BRICS-ისგან ერთსულოვანი განცხადება გამოვიდა, რომელიც ომს გმობდა. მაგრამ წელს ალიანსი გაყოფილი. და ეს ყველაფერი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ თავად ირანი ესვრის BRICS-ის სხვა წევრებს. როგორ შეიძლება კონდეს ალიანსი, რომელიც ერთმანეთის დახმარებაზეა დაფუძნებული, როცა წევრები პირდაპირ ცდილობენ ერთმანეთის მოკლას? აი შეხედეთ ამ ანგარიშს. სამიტი, რომელიც დღეს დილით დასრულდა, ინდოეთში, უფრო კონკრეტულად კი ნიუ-დელიში გაიმართა. და ამ სამიტზე თითქმის ყველა BRICS-ის ქვეყნიდან საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ. როგორც ალბათ უკვე მიხვდით, მთავარი განხილვის თემა ირანის ომი იყო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობდა BRICS-ის სხვა წევრები დაეთანხმებინა ერთობლივი განცხადების გაკეთებაზე, ერთსულოვანი განცხადების გამოქვეყნებაზე, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებს ირანის წინააღმდეგ გმობდა. ირანს ეგონა, რომ ეს დიდი პრობლემა არ იქნებოდა, რადგან ბოლოს და ბოლოს ყველა BRICS ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ ალიანსად მიიჩნევს. მაგრამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დიდი შოკი ელოდა, რადგან ამ სამიტზე არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც ასევე BRICS-ის წევრია, წამოდგა და განაცხადა ეს. როგორ ფიქრობთ, იმის ნაცვლად რომ აშშ-ის დათქმები გავკიცხოთ, ირანელები გავკიცხოთ? იმიტომ რომ სწორედ ისინი ახორციელებენ ტერორისტულ თავდასხმებს სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. და რა თქმა უნდა, სამოქალაქო გემებზე ხორმუზის სრუტეში. ეს იყო ის, რასაც ირანი საერთოდ არ ელოდა. და ამ უთანხმოების გამო ინდიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ინდოეთი, როგორც სამიტის მასპინძელი ქვეყანა, ფაქტობრივად თქვა, რომ მეგობრებო, ვერაფერზე ვთანხმდებით. ამიტომ, რასაც გავაკეთებთ, არის ის, რომ საერთოდ არ გამოვაქვეყნებთ ერთსულოვან განცხადებას. აი ზუსტი სიტყვები. ზოგიერთ წევრს შორის განსხვავებული შეხედულებები იყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მდგომარეობასთან დაკავშირებით. BRICS-ის წევრებმა გამოხატეს თავიანთი ეროვნული პოზიციები და გააზიარეს სხვადასხვა შეხედულებები. აქ კიდევ ერთი საკითხი აღსანიშნავი. ინდოეთმა თავის განცხადებაში და ირანმა თავის განცხადებებში არასოდეს დაასახელეს კონკრეტულად არაბთა გაერთიანებული საამიროები. ისინი არასოდეს ამბობდნენ, რომ აი, არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო ქვეყანა, რომელიც გვეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მათ მიგვანიშნეს ყველაფრით, რომ გაგვეგო. ეს სწორედ არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო. მოусმინეთ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრაზებულ განცხადებას, რომელიც მან სამიტის შემდეგ პრესას მისცა. მგონია თქვენგან თითქმის ყველა მიხვდება, რომელ ქვეყანაზე საუბრობს ის. მოусმინეთ. სინამდვილეში BRICS-ის მინისტერიალი საბოლოო განცხადება დაბლოკა, ან მისი ზოგიერთი ნაწილი დაბლოკა ერთმა წევრმა სახელმწიფომ, რომელსაც ისრაელთან განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს. და ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა იმ კონკრეტულ ქვეყანასთან. ისინი არ ყოფილან ჩვენი სამიზნე მიმდინარე ომში. ჩვენ მხოლოდ ვარტყამთ მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ბაზებს და ამერიკულ სამხედრო ობიექტებს, რომლებიც სამწუხაროდ მათ მიწაზეა განთავსებული. ასე რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მათ შეაჭერეს საბოლოო განცხადება, იყო მათი მხარდაჭერა ისრაელისა და შეერთებული შტატების მიმართ აგრესიაში ირანის წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხაროა. ვიმედოვნებ, რომ სამიტამდე ისინი მივლენ კარგ გაგებამდე, რომ ირანი მეზობელია, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთად. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდით და მომავალშიც საუკუნეების განმავლობაში უნდა ვიცხოვროთ. ისრაელელები ვერ დაიცავენ მათ, ამერიკელებიც ვერ დაიცავენ მათ. ეს ამ ომის დროს დამტკიცდა. ამერიკული სამხედრო ბაზები და მათი ურთიერთობები ისრაელთან გახდა დაუცველობის წყარო, უსაფრთხოების წყაროს ნაცვლად, მათი დაცვის ნაცვლად. ეს მათთვის დაუცველობის წყარო გახდა. ასე რომ ეს არის რეალობები, რომლებიც მათ უნდა გაიგონ. და დარწმუნებული ვარ, თუ ისინი გონიერების გზას გაყვებიან, ირანს კარგ მეზობლად, კარგ პარტნიორად და კარგ თანამოაზრედ მიიჩნევენ. ახლა ირანს უნდა ყველა მიფიქროს, რომ მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საამიროებია ირანის წინააღმდეგ BRICS-ში, მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არ არის. სულ რამდენიმე დღის წინ, როცა ირანმა კვლავ შეუტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ინდოეთმა ძალიან მკაცრად და საჯაროდ დაგმოეს თავდასხმები. და შემდეგ სულ გუშინ ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ თავდაცვით პარტნიორობის ჩარჩოს.
ეს ალბათ კარგი ამბავი არ არის ირანისთვის. ის სულ უფრო და უფრო იზოლირდება, თუნდაც იმ ალიანსებში, რომლებიც მას ანტიდასავლურად და ანტიამერიკულად მიაჩნია. თუ შეხედავთ იმ წევრების სიას, რომლებიც BRICS-ის ნაწილი არიან, ეს მაინც მოხდებოდა. ირანის ომმა უბრალოდ დააჩქარა ეს პროცესი. ირანმა დაიწყო სროლა ალიანსის სხვა წევრებისგან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ბაჰრეინი, რაც ალიანსის წევრებისთვის ერთმანეთის მიმართ სიძულვილს უფრო ამარტივებს. მაგრამ თუ უბრალოდ შევხედავთ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც BRICS-ია, ყველა იმ ქვეყანას, რომელიც BRICS-მა მიიღო, იცით, ეს არასდროს იქნებოდა ალიანსი, რომელიც დიდხანს გაძლევდა. თავდაპირველად ეს უნდა ყოფილიყო ანტიდასავლური ალიანსი, რომელიც ჩაანაცვლებდა დოლარს. იქნებ შეექმნათ ახალი სისტემა, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული დოლარზე ან SWIFT-ზე, რაც დასავლური გადახდების სერვისია. მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი წევრი შეუერთდა. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, რომლებიც ძალიან ახლოს არიან დასავლურ ქვეყნებთან, ძალიან ახლოს არიან შეერთებულ შტატებთან. ეს ქვეყნები არ აპირებენ მხარი დაუჭირონ არაფერს, რაც ანტიდასავლურია, რადგან ეს აზიანებს მათ პოზიციას მსოფლიო არენაზე. ამ სპარსეთის ორის ქვეყნებს მნიშვნელოვანი თავდაცვითი პარტნიორობა აქვთ შეერთებულ შტატებთან და რა თქმა უნდა სხვა ევროპულ ქვეყნებთანაც. ისინი არ აპირებენ, იცით, უბრალოდ დაასუსტონ ეს პარტნიორობა BRICS-ის გამო, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, რეალურად არაფერს მნიშვნელოვანს არ ქმნის, გარდა განცხადებების გამოქვეყნების და ყალბი ვალუტის კუპიურის ჩვენებისა, რომელსაც იმედოვნებდნენ, რომ დოლარ ჩაანაცვლებდა. ეს ვალუტა ჯერ კიდევ არ არსებობს. მაგრამ აი თავარი ნაწილი ბიჭებო. მხოლოდ იმიტომ, რომ BRICS-ი იშლება და წევრები იცით, ერთმანეთს ეჩხუბებიან, ეს არ ნიშნავს, რომ BRICS-ის მიერ შეერთებული შტატების განადგურების შესახებ YouTube ვიდეოები მალე შეწყდება. ისეთი კარგად მუშაობს იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ვიდეოებს აკეთებს, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ვიდეოები ძალიან დიდხანს გაგრძელდება. თუმცა ირანისთვის ყველაფერი კარგი არ არის. BRICS-ი იშლება და რა თქმა უნდა ისინი გაბრაზებულები არიან ჩინეთზე და სი ძინპინის განცხადებებზე, რომლებიც მან მაშინ გააკეთა, როცა პრეზიდენტი ტრამპი პეკინში იმყოფებოდა. სანამ ამ განცხადებაზე ვისაუბრებთ, უბრალოდ სწრაფად შეგახსენეთ ყველას, დააჭიროთ ლაიქს და გამოიწეროთ არხი ქვემოთ. ეს ხიეს ნამდვილად გვეხმარება ალგორითმში და გვაძლევს საშუალებას გავაგრძელოთ ამ ვიდეოების შექმნა. ეხლა შეხედეთ ამ განცხადებას. ხედავთ ამ სახელს, Business Basics. ეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერია და ეს არის განცხადება, რომელიც მან გაავრცელა მას შემდეგ, რაც სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთის უნდა ჰორმუზის სრუტე ღია იყოს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ ვინც ფარულად ხალატობს, საჯაროდ გამოაშკარავდება. ირანი აშკარად უკმაყოფილო იყო პეკინში გამართული აშშშ ჩინეთის სამიტით და ჩემი აზრით ეს სამიტი ისეთი პოზიტიური არ ყოფილა, როგორც ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი წარმოაჩენს. მაგრამ ირანული თვალსაზრისით ეს მაინც იმდენად ნეგატიური იყო, რომ მათთვის ჩინეთი ირანის ინტერესების მოღალატედ აღიქმება. და ამას ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ პრეზიდენტ ტრამპისგან, როცა ის საუბრობს, როგორ ჩაიარა შეხვედრამ, რაზე ისაუბრეს პრეზიდენტ სისთან. მოусმინეთ. გულისხმობ, როცა მართლა დაფიქრდებით ამაზე. თუ მათ ირანთან პრობლემა აქვთ და მათ სრუტე უფრო სჭირდებათ, ვიდრე ჩვენ გჭირდება. ჩვენ საერთოდ არ გჭირდება. ჩვენ საერთოდ არ გჭირდება. კარგი, ესე რომ გულისხმობ. შეგიძლია იკამათო, იცი რატომ ვართ საერთოდ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ისრაელს, საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, იცი, ქუეითს და სხვა ქვეყნებს, ბაჰრეინს. ეს ჩინეთსაც ეხმარება. ჩვენ სინამდვილეში დღეს უთხარი მას, უთხარი იცი, ჩვენ გეხმარებით და კიდევ სხვა გზითაც გეხმარებით, იმიტომ რომ არ მგონია ჩინეთსაც უნდოდეს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. უთხარი ეს, გაგიჟდები, არ გჭირდება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. რა თქვა? ის ძალიან ბევრს არ უპასუხებს. საკმაოდ მშვიდი ბიჭია, არ იტყვის, მართლა კარგი აზრია, ფიქრობ შეიძლება თქვას. რა, შესანიშნავი აზრია ფიქრობ. დაეთანხმა. ხო, მგონია ესეთი შთაბეჭდილება დამჭა, არ მგონია რომ მას უნდა ირანს ეს ჰქონდეს, მას სურს რომ ეს დასრულდეს. მაგრამ ამ საკითხში კარგად იქცევა, ხო იცი, არაფერს მტოლს არ აკეთებს. მე მათ მნიშვნელობას აკლებენ უკან დაბრუნებისას. ტრამპმაც მიანიშნა, რომ ომი შეიძლება ირანთან თავიდან დაიწყოს. იმიტომ რომ მათი მოლაპარაკებები, რასაც აგზავნიან, მათი სამშვიდობო წინადადებები, რასაც აგზავნიან, უბრალოდ საკმარისად კარგი არ არის. ეხლა აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აშშშ-მ გარკვეული დათმობები გააკეთა. მაგრამ რაც შეეხება ბირთვულ მხარეს, გამდიდრებასთან დაკავშირებული ის პირობები, რომლებიც შეერთებულ შტატებს ომის დაწყებამდე ჰქონდა, არ შეცვლიო. მაგრამ მეორე მხრივ ირანის პირობებიც არ შეცვლილა. ისინი არ აპირებენ გამდიდრებაზე უარის თქმას, არც იმ გამდიდრებულ ურანზე უარის თქმას, რომელიც მიწის ქვეშ აქვთ დამალული. ეს ორი საკითხი. ირანს სურს გააგრძელოს ეს რაც შეიძლება დიდხანს, სულ მცირე. ამას ვხედავთ მათი საჯარო განცხადებებიდან, ასე რომ ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. მოусმინეთ. ვიცი რომ ჩინეთის ვიზიტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იქნება, მაგრამ ჯერ ირანზე. უარყავით ირანის ბოლო წინადადება თუ რა ეტაპზეა ეს საკითხი? მე გადავხედე მას და თუ პირველი წინადადება არ მომწონს, უბრალოდ ვაგდებ.
რა იყო გამოთვლის პირველი წინადადება, მათთვის მიუღებელი წინადადება. მაგრამ ისინი სრულად ეთანხმებიან ჯანმრთელობას, ბირთვულს და თუ მათ აქვთ რაიმე ბირთვული მზად, მე დანარჩენს აღარ კითხულობ. 20 წელი თქვენთვის საკმარისი არ არის. ეს იქნება ჩვენ არ ვართ 20 წელი უბრალოდ საკმარისი, მაგრამ გარანტიის დონე, რომ ეს უნდა იყოს ნამდვილი 20 წელი, არა ფორმალობა, რომლიდანაც თითქმის ყველაფერს ამოვიღებ და დავიღუპები. და აღარ იქნება პროდუქტი. შენ უნდა აიღო ყველაფერი, მაგრამ ჩვენ არც კი ხუმრობთ, როცა ბირთვული მტვერი დაგვეცა, რაღაც საშინელი მოხდა როგორც ჩანს. ისინი არ გაათავისუფლებდნენ მას, თქვეს რომ ვერ აღადგენენ, რადგან არ აქვს შესაბამისი ტექნოლოგია, ისინი მხოლოდ ტრეკერებში არიან ჩართული, როგორც ამბობენ. ერთადერთი რაც პირდაპირ მითხრეს, იყო ის, რომ მხოლოდ ჩინეთს ან აშშ-ს შეუძლია მისი დაბრუნება შესაბამისი აღჭურვილობით. მათ თქვეს, მართალი იყავი, ეს სისხლის თანაფარდობის საჩივარია. ამის მიუხედავად მე მინდოდა მისი მიღება და ისინი დათანხმდნენ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს, მაგრამ თითქმის სხვა განზომილებამდე მივიდა საქმე. ირანული თვალსაზრისით მათ ნამდვილად სჭირდებათ რაიმე შეთანხმება და ძალიან მალე სჭირდებათ. და ეს დაკავშირებულია იმ საცავის მოცულობასთან, რაც ირანს დარჩა. და ეს მოცულობა ძალიან სწრაფად ივსება აშშ-ს გამო. უკვე ერთი თვეზე მეტია ასია. ასე რომ ეს ნამდვილად ის საკითხია, რასაც ირანი უნდა გაუმკლავდეს. მათ უკვე დაიწყეს ნავთობის წარმოების შემცირება, მაგრამ მომავალში დადგება მომენტი, როცა შეიძლება მთლიანად მოუწიოთ ნავთობის წარმოების შეჩერება. და ეს კარგი ამბავი არ არის ირანის ნავთობის ინდუსტრიის მომავლისთვის, რადგან ძალიან რთულია ნავთობის ტუმბოს, ან ასე ვთქვათ, ნავთობის საბადოს ხელახლა ამუშავება. და ეს კიდევ უფრო რთულია, როცა შენი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა ძალიან ძველია. და ეს არის ის, რაც ხაზინის მდივანმა სკოტ ბასანმა 2 დღის წინ დაადასტურა. მათ თქვა, რომ ბევრი ექსპერტის აზრით ირანის საცავების დაახლოებით 80% უკვე სავსეა, ხოლო დანარჩენი ძალიან სწრაფად ივსება. მოусმინეთ. პრეზიდენტი ტრამპი ჩამოვიდა აქ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც დრის წესრიგში ვაჭრობა იყო. და ახლა ირანზე ერთთვიანი ბლოკადის შემდეგ ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესონი ამბობს, რომ ირანი უკვე გრძნობს ზეწოლის შედეგებს. ბოლო 3 დღის განმავლობაში არ ყოფილა ჩატვირთვები, ჩვენ გჯერა, რომ მათი საცავი სავსეა. არც ერთი გემი არ გადის, არც ერთი არ შემოდის, ასე რომ ისინი ვერ ახერხებენ ნავთობის ტანკერებში შენახვას. ამიტომ მუშაობის შეჩერებას დაიწყებენ. აქ არის კარგის კუნძულის სატელიტური ფოტო, რომელიც ომამდე ირანის ნავთობის ექსპორტის 90%-ზე იყო პასუხისმგებელი. ექსპერტების თქმით, საცავი აუზები ამჟამად 85%-ით არის სავსე, რაც ბოლო დღეებში 3%-ით გაიზარდა. ეხლა გადაზიდვების ექსპერტი ტანკერ ტრეკერი ამბობს ციტატა: კარგის კუნძულს საცავის სივრცე არ ამოუწურავს, რომ ამოწურული კონდეთ უახლოეს ხელმისაწვდომ ტანკერებს გამოიყენებდნენ და ავსებდნენ. ახლა პეკინის სამიტის დროს პრეზიდენტ ტრამპსა და გენერალურ მდივან სის შორის დაახლოებით 12-მა გემმა შეძლო ჰორმუზის სრუტიდან გასვლა, მათ შორის ჩინეთიდანაც. ასევე სიტუაცია კვლავ ძალადობრივი გახდა. ინდური დროშის ქვეშ მცურავი ცოცხალი პირუტყვის გადამზიდავი გემი ომანის სანაპიროსთან ჩაიძირა. უცნობია იყო თუ არა ცოცხალი პირუტყვი შანონზე. ეკიპაჟის ყველა 14 წევრი გადაარჩინეს. ინდურ გემზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ინდოეთი ბრიქსის ეკონომიკურ სამიტს მასპინძლობდა. კიდევ ერთი გემი ირანელმა კომანდოსებმა გაიტაცეს არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან. ზუსტად ამიტომ იმ წინადადებაში, რომელიც ირანმა შეერთებულ შტატებს გაუგზავნა, წერია, რომ თუ ამერიკას სურს მოლაპარაკებების განახლება, მან უნდა მოხსნას ამერიკული ბლოკადა. ირანი ამ ეტაპზე ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს არ აპირებს. ისინი უბრალოდ მემორანდუმის გაფორმებას ცდილობენ, ანუ შეთანხმებას, სადაც ეწერება, როგორ აპირებენ აშშ და ირანი მომავალში მოლაპარაკებებს. და იმისთვის, რომ ირანმა ეს შეთანხმება გააფორმოს, ირანი ძირითადად მოითხოვს, რომ აშშ მოხსნას ბლოკადა, რათა მათ შეძლონ ნავთობის ვაჭრობის გაგრძელება. მათ შეეძლებათ 10 ნავთობის ექსპორტი და ამისთვის ფულის მიღება. და სანაცვლოდ ირანი მზად არის გახსნას ჰორმუზის სრუტე, რადგან მათ სჯერათ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია, რაც აქვთ. მაგრამ ირანისთვის სამწუხაროდ ეს ბერკეტი დღითი დღეს უსტდება. ახლა რა თქმა უნდა, ჰორმუზის სრუტე გეოგრაფიული ვიწრო გასასვლელია. ასე რომ ეს არ არის ის, რასაც ერთხამეში ჩაანაცვლებ. ან შეიძლება საერთოდ ვერ ჩაანაცვლო. მაგრამ სპარსეთის ყურის ქვეყნების დამოკიდებულება ამ სრუტეზე, რომლითაც ისინი ნავთობს აგზავნიან, ნამდვილად შემცირდება იმის გამო, რაც ირანმა გააკეთა ამ ომის დროს. და სინამდვილეში ეს ისაა, რასაც უკვე ვხედავთ, რომ ახლა ხდება. ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროები აშენებს მეორე ნავთობსადენს, რომელიც გადაკვეთს ქვეყანას და აერთებს საამიროების ნავთობის საბადოებს პორტთან, რომელიც ჰორმუზის სრუტის მეორე მხარეს მდებარეობს. ასე რომ ირანი ფაქტობრივად ვეღარ შეძლებს გემებზე თავდასხმას. ახლა კი საამიროებს უკვე აქვთ ერთი მოქმედი ნავთობსადენი. და როგორც კი ეს ახალი ნავთობსადენიც ამოქმედდება, ისინი ნავთობის ექსპორტის მხრივ დაახლოებით 70%-ს დაუბრუნდებიან იმ დონეს, რაც ომამდე ჰქონდათ.
რა თქმა უნდა, ამ შენებლობას დრო დასჭირდებება. ასე რომ ეს არ არის რაღაც, რაც ერთ ღამეში მოხდება. ან თუნდაც როცა ეს ნავთობსადენი ამუშავდება, ის სრულად ვერ ჩაანაცვლებს ჰორმუზის სრუტეს, მაგრამ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. და ეს ნიშნავს, რომ ირანის ბერკეტიც მნიშვნელოვნად შემცირდება. და რა თქმა უნდა, ამას მარტო არაბთა გაერთიანებული საამიროები არ აკეთებს. საუდის არაბეთი უკვე იყენებს ნავთობსადენს, რომლითაც ნავთობს მთელი ქვეყნის გავლით წითელ ზღვამდე აწვდის. ერაყი თურქეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ნავთობსადენი გაალონ რამდენიმე ქვეყნის გავლით და ნავთობი ნავთობსადენით ევროპამდე მიაწოდონ. ასე რომ, ქვეყნები უკვე იღებენ ზომებს, რომ ჰორმუზის სრუტეზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები, რაც ნიშნავს, რომ ირანი ხედავს რა ხდება და სურს რაიმე შეთანხმება. მათ ეს ძალიან სწრაფად სურთ. ეხლა რომ გავიგოთ, რატომ იქცევა ირანი ასე როგორც ეხლა იქცევა, უნდა დაუბრუნდეთ უკან და ვნახოთ, როგორ მივიდა ირანი დღევანდელ მდგომარეობამდე. ეს მხოლოდ 1979 წელზე დაბრუნებას არ ნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დაუბრუნდეთ მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს და დაუკვირდეთ, როგორ მოქმედებს იმდროინდელი მმართველი კლასის გადაწყვეტილებები ირანზე დღემდე. აბა, რა გგონიათ? ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს ბრალონაწილიან პოდკასტში, რომელიც დღეს გამოვიდა. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინეთ. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ ბმულებზე დაჭერით, ან უბრალოდ დააჭიროთ ეკრანზე გამოსახულ ვიდეოს, ანუ დააჭიროთ ვიდეოს, რომელიც თქვენს ეკრანზეა.